გამარჯობა მეგობრებო, განვაგრძობთ გადაცემათა ციკლს ერთხელ საქართველოში. დღესაც ამ გადაცემას წარუძღვებით ჩვენ პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი და წერალი თამაზ ხმალაძე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი გადაცემები ეხება საქართველოს უახლესი ისტორიის, უახლესიც არ ეთქმის საქართველოს ისტორიის ისეთ შემთხვევებს და ისეთ ამბებს, რომელიც მეტნაკლებად დროის მტერმა დაფარა, ჩვენამდე უფერულად მოაღწია და ვეცდებით რომ ეს თვერი ჩვენ გადავაცალოთ და ძველებული ელვარებით წარვადგინოთ ჩვენი მაყურებლის წინაშე. ეს ისეთი შემთხვევებია, ისეთი ამბებია, რომლის გარეშეც ალბათ საქართველოს ისტორია ძნელად წარმოსადგენია. დღევანდელი გადაცემა გვინდა იაკობ გოგებაშვილის მიუძღვნათ. იაკობ გოგებაშვილი რა ფიგურა ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში, ჩვენს ტელემაყურებლებს მოეხსენებათ და არესწავლებათ. მაგრამ მე მინდა ჩემს მეწყვილეს გიორგი გოგოლაშვილს ჯერ კითხო ის თუ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება, თითქმის მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა იაკობ გოგებაშვილის შესწავლას, გამომზეურებას, დამკვიდრებასაც კი შეიძლება ითქვას. ჩვენს საზოგადოებაში ღირსეულ დამკვიდრება რო ქვია. ბევრი რამ გააკეთა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების შესწავლისათვის. თუნდაც ახლახან რაც მოხდა იაკობ გოგებაშვილის თეთრაენის დაბრუნება სკოლებში, ქართულ სკოლებში. მე მინდა კითხო გიორგი გოგი, პირველად რანაირად მოხდა, რა მაინც გოგებაშვილით დაინტერესდით, რა მიიზიდა შენი ყურადღება და მთელი შენი შემოქმედებითი ენერგია თითქმის ამ პიროვნების შესწავლასა და ჩვენი საზოგადოებისთვის წარდგენას მიუძღვენ. მადლობა ამ კითხვისათვის თამაზ. ძალიან ძნელია ახლა გავიხსენო თქვათ რა იყო ის პირველი სტიმული, რამაც მე მაიძულა რომ ამ გზით მეევლო და ამ კუთხით ეს დამეთმო ჩემი ცხოვრების შემოქმედებითი ცხოვრების დიდი ნაწილი აი ამ საქმისათვის. როდის შევხვდი იაკობ გოგებაშვილს და მის დედაენას, ამას ალბათ ჩვენ ვერც გავიხსენებთ, იმიტომ რომ რაც წერა-კითხვა ვიცით, იმის შემდეგ იაკობთან ერთად მოვდივართ, მისი დედაენით მოვდივართ. ეს იყო მე მგონი თავისთავად და ეხლაც რომ ვფიქრდები ის პირველი წიგნი, რომელიც შენც მეც გვილაპარაკია და გვინახავს, რომ აღვადგენ დედაენა იყო ის, რომელიც ჩვენი იყო, საჩვენო იყო. მაგრამ აი მე უკვე 80-იან წლებში, 90-იან წლებში თამას ძალიან საინტერესო დაისვა საკითხი დედაენის შესახებ, რა გულისხმობ მე. ჯერეთ იაკობის დედაენა როგორც იაკობის ავტორობით დიდი ხანი აღარ არსებობდა, მაგრამ 90-იან წლებში განსაკუთრებით გამრავლდა მოსურნენი იმათი, ვისაც სურდათ თვითონ ყოფილიყვან იაკობის დედაენის ავტორები. და იაკობის დედაენას უკვე 1000-ნაირად გადააკეთეს, გადმოაკეთეს, შეცვალეს, დაამახინჯეს ძალიან და აი ეს პერიოდი უწყალოდ, უმოწყალოდ მოექცენ და აი ეს იყო რამაც დედაენის მიმართ და იაკობის მიმართ გაგვიჩინა თანადგომის მაპატიოს ღმერთმა და თანადგომას დაჭირდა ილია იაკობსა და მის დედაენას.
და ამ პერიოდში არის 94-15 წლებში, როცა ვაარსებთ ჟურნალს ბურჯი ეროვნებისა. აქაც იაკობის მეშვეობით, იაკობის სახელწოდება ბურჯი ეროვნებისა და იქ რუბრიკას ჰქონდა, რომ უმთავრესი ბურჯი ეროვნებისა არის დედაენა. და აი აქ დავიწყეთ უკვე განხილვა დედაენებისა, საუბარი იმის შესახებ, რა იცვლება, რა მახინჯდება, რა ფუჭდება, რა უნდა გაკეთდეს და აი მან მიგვიყვანა იქამდე, რომ შეიქმნა მერე გოგებაშვილის საზოგადოება. ამაზე ალბათ შეიძლება მერე უფრო დაწვრილებით, მაგრამ ამ პერიოდში და დღემდე უკვე როგორც ჩანს 10-ოდე წიგნმაც კი დაიდო თავისი ადგილი, აი ამ დედაენას რომ მიეძრო და გოგებაშვილს რომ მიეძღვნა. აი შეიძლება ითქვას, რომ დიდი მოღვაწეები, დიდი პიროვნებები, ერისათვის მნიშვნელოვანი პიროვნებები თავიანთ შთამომავლებს, თავიანთ შვილებს არა მარტო იმ დროს აჩენენ, როცა თვითონ არსებობდნენ. მომავალშიც თავიანთ შვილებს და თავიანთ მემკვიდრეებს აჩენენ. მე მეჩვენება, რომ იაკობ გოგებაშვილის ერთ-ერთი შვილი, ერთ-ერთი მემკვიდრე გიორგი გოგებაშვილი. დიდი მადლობა თამას ამისთვის, მაგრამ მე ჩემ მოვალეობად მიმაჩნდა და არ დამთავრებულა ალბათ ბრძოლა იაკობის დედაენისა და იაკობის დასაცავად. სამწუხაროდ ეს ბრძოლა გრძელდება დღესაც. მაგრამ დღეს უკვე ჩვენ გვაქვს ამისთვის ძალიან მყარი საფუძველი, რომ დავიცვათ იაკობის მემკვიდრეობა. არსებობს კანონი, დედაენას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, დედაენის კანონი და აი ეს დედაენა, შენი დიდი ძალისხმევით. ამაზე ალბათ მოგვიწევს საუბარი, იმიტომ რომ თვითონ ის საზოგადოება, რომელიც 2007 წელს შევქმნით ჩვენ ეს გოგებაშვილის საზოგადოება, იმ თავითვე ამას გულისხმობდა, რომ გოგებაშვილის დედაენა უპირველეს ყოვლისა გადარჩენილი იყო და თუ რას ნიშნავს გადარჩენა დედაენისა, ამის შესახებ ალბათ შეიძლება ცალკე გქონდეს საუბარი, მაგრამ ეხლა ალბათ აი უფრო ჯობია იქ კუთხით წავიდეს ანუ საუბარი რაც დაიწყო თქვენ. მოევლინა იაკობ გოგებაშვილი ერთხელ საქართველოში. ერთხელ საქართველოში კი არ დაიბადა. საქართველოში საზოგადოება შემოვიდა. ეხლა საოცარი რაღაცა ხდება. რა დროა მე-19 საუკუნის შუახანებია. საერთოდ მე-19 საუკუნე ქართული ენისთვის და ქართული ყოფიერების, ქართული კულტურისთვის უმძიმესი საუკუნეა. ეს მე-18 გვახსოვს თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერკეზი, ყველა ჩვენი მტერი იყო. მერე გარეკეს ესენი თითქოს და მოვიდა რუსი, რომელმაც უარეს დღეში ჩააგდო საქართველოს. ყველას მტრობა შეიერთა და თვითონ იკისრა ეს მტრობა. ერთი მტერი ყავდა, მაგრამ მტერზე მტერი. ხო, მაგრამ ის უნდა ითქვას, რომ როცა იცი რომ აი ეს ერთი მტერია, იოლია ბრძოლა. ამიტომ ჩვენი მოღვაწეებს მაინც და მაინც გაუადვილდათ შეზარებით და ეხლა საქმე რა არის? აქ ენაზე როცა ვსაუბრობთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობის მანძილზე ქართულ ენას სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობა არ დაუკარგავს მე-19 საუკუნემდე. და საოცრად ხატავენ ქართული ენის მდგომარეობას იმდროინდელი მოღვაწეები. აი თედო სახოგიასის აღწერა გახსოვს, რომ ქართული აღარ ისმოდა, ქართული აღარ არსებობდა არისტოკრატიაში, ფაქტიურად არისტოკრატები და ოჯახები არაქართულად საუბრობდნენ, მათ ერწყვინებოდათ კიდევაც ხშირ შემთხვევაში და ასე შემდეგ. ის კი არა ნაწილი რუსულადაც აღარ საუბრობ, ფრანგულად საუბრობენ ქართული ოჯახებში. ქართულში საოჯახო ენად იქცა ქართული და ზოგჯერ ის საოჯახო ენაც აღარ იყო. აი ამ დროს ჩვენიოთ. მაგრამ შეგნება იმისი, რომ ენაშია ჩვენი ქართველობა,
ეს იცოდა ილიამაც, იცოდა აკაკიმაც, იცოდა ყველა მიცოდა ეს მოღვაწე, ყველა სულით ქართველმა ეს იცოდა და ამიტომაც იყო რომ მე-19 საუკუნეში ახალი თაობა როცა მოდის ასე ვამბობთ ხოლმე ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა 60-იან წლებში ამ დევიზით დაიწყო მამული ენას სარწმუნოება თუ ენას გადავარჩევთ გადარჩება საქართველო რა ენა წახდეს ერი დაეცეს გასულთ ეს ლოზუნგები ტერობა ენის არასწორობა ქვეყნის და აი ამ ალღით ამ ლოზუნგებით მოვიდნენ ამ შემოძახილით შემოვიდნენ ქართულ საზოგადოებაში რასაც სახელმწიფოებრიობა ქვია შეიძლება რაღაც ისინი ატრიბუტები დაკარგული ჰქონდეს ეს სახელმწიფოებრიობის მაგრამ თუ ერთ-ერთი მაინც არის ერთ-ერთი მაინც თუ არის მაშინ იმედი კიდე არსებობს აი სომხეთს სახელმწიფოებრიობა თავისთავად აი როდის დაკარგა რა მერვე საუკუნე მე-10 საუკუნეში და მაგრამ ჰქონდა ეკლესია და ამ ეკლესიამ გადაარჩინა სომხი ალბათ ენა ჰქონდა და ამ ენაც კი დაკარგა ერთ პერიოდში შეიცვალა ჩვენთან საქართველოში დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა დაგაკარგინეს ეკლესია აღარ მოგწევს ჩვენი ეკლესია გაუქმდა ქართულ წირუვალოცები თითქმის გაუქმდა აღარ სადისმოდა უნდა ფარავდეს სახელმწიფოებრივი ნიშანი ტერიტორიას მთელი შენი ქვეყნისას ამ დროს აღარაფერი არ არჩება ისეთი რომელიც ფარავს მთელი მას გარდა ენისა და ეს ენაც უკვე გერთმევა თვალდა ხელს რო გვეც აღარაფერი არ აქვს გარდა იმისა რომ ენა აი შეიძლება ის გერა წიგნმაც კი იტყვის თოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აი ხშირად გვითქვამს სახარება თავის დროზე სახელმწიფოებრივი წიგნი იყო იმიტომ რომ მთელ იმ ტერიტორიებზე ამ სახარებით მიდიოდა წირვალოცვა ვეფხისტყაოსანი და ქონდა და ის არის სახელმწიფოებრივი წიგნი ვეფხისტყაოსნის შემდეგ სახელმწიფოებრივი წიგნი არ აქონია დედაენამდე დედაენით დაიწყო მერე ყველას დედაენა შევიდა ის კი არა თუშეთშიო და აჭარისთიანეთში და სად არა მაგრამ კი არა მაგრამ პანკიში შევიდა ქრისტების სკოლებში და ასე შემდეგ და აი ეს ყველაფერი სწორედ იმის გამო რასაც თქვენ ბრძანებთ ამას სწორედ რომ აი სომხები ახსენე და იქ მთავარი რელიგიური მომენტი იყო წინაპრებზე ბუხან ვაჭავერიანს საერთოდ საინტერესო დასკვნა გაკეთებული რომ ენაშია ჩვენი ქართველობა ენა მთავარი ქართველისთვის ნახავს სომეხს არ იცის სომხური მაგრამ არის სომეხი იმიტომ რომ წმენა აქვს სომხური დამთავრდა ასია ებრაელის ნახავ ებრაელს არ იცის ებრაული და თაობებმა გაიარეს ებრაელთა თაობებმა ენა რო არ იცოდნენ და იყვნენ ებრაელები იმიტომ რომ წმენა ჰქონდათ მაგრამ ვერ ნახავ ქართულს არ იცოდეს ქართული და იყოს ქართველი რატომ იმიტომ რომ ენა მთავარი ქართველისთვის ენაშია ჩვენი აი ეს იცის ქართულმა და ამიტომ იწყება სწორედ საუბარი იმითი რომ ჩვენ უენო ენად ვნახეთ ჩვენი ენაო ილია თავის წერილში წერს და უენო ენად ნანახი ენა არის ის შეძრა ილია მისი თაობა და უნდა იბრძოლონ იმისაც რომ თუ ამასაც არ უპატრონეთ რაღა კაცები ვიქნებით რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას და ჩემ მშობლიურ მამასაც არ ვაპატიებ ჩვენ მშობლიურ დედაენის მიწასთან გასწორებას აი ესა ის ნუ ვისეწინება თუ შენიშვნას მიცემ და მეც მომეცი შენიშნო თუ საჭიროა მაგრამ ენას აუგათ არ უნდა მოვექცეთ აი ეს არის სწორედ ის პოზიცია და ამ დროს შემოდიან ესენი ეხლა რა ხდება ისე ვამბობ გვიჭირს ძალიან და ხშირად გვითხოვს თამაშენ ეს რომ იოანე საბანიძემ თავის დიდებულ მოთხრობაში
ესეთი საინტერესო აზრი განავითარა, რომ საქართველოს როცა ძალიან გაუჭირდება, ღმერთი მაშინ მოულენს მშველებს, მეოხს მოულენს. ის დიდი მწმინდანი აბოს მოსვლა საქართველოში და მობრძანება შემთხვევით არ მომხდარა. მაშინ ძალიან უჭირდა სარწმუნოებრივად ქართველობას. ნაშრომი ქრისტიანეთანი გარდა გულარზნეს, რომელიმე აღსოდეს საბანიზისა და ამ დროს ჭირდებოდა და მეოხად ჩვენ და ქრისტემან მოგვანიჭა. ეს ფორმულა გარკვეულწილად გაგვიჭირდება, ღმერთი ჩვენთან არის. გაგვიჭირდა ძალიან და მეოხად ჩვენ და მე-19 საუკუნეში ადამიანს გაანსხეულებს და მოვიდა ილია. მაგრამ იმდენად გვიჭირდა ჩვენ იმ დროის საქართველოში მე-19 საუკუნეში, რომ ერთი ილია არ იყო საკმარისი და მე თუნდაც ილია. ის ილია ჭავჭავაძე, რომლის შესახებას გოგებაშვილმა მერე თქვა, რომ არც ერთ სოფლიო გენიოს არ აქვს იმხელა მნიშვნელობა თავისი ქვეყნისთვის, როგორც ილიას საქართველოსთვის, მაგრამ არ იყო იმ ძიმა მაინც არ იყო ამ უბედურებას. ღმერთი მეოხად აკაკის მოგვივლენს ივნისში, მერე 3 წლის შემდეგ და გოგებაშვილი შემდეგ შემოდგომაზე 40 წლის რემო. რა ხდება? ილია, აკაკი, გოგებაშვილი. აი ეს სამეული შეიკრა. ქართლი, კახეთი, იმერეთი, ილია, აკაკი და ასე შემდეგ და აი ეს სამეული უკვე მოდის ერთი თაობაა სვათაშორის მიაქციეთ ყურადღება. ეს ჩვენგან დარქმეული კი არ არის ერთი თაობა და ერთად, არამედ მათ თვითონ იციან, რომ უერთმანეთოდ მათი ყოფას აზრი არ აქვს. უერთმანეთოდ მათი საქმე არ დამთავრდება, არ გაკეთდება და ამიტომ ისინი უდგანან ერთმანეთს გვერდში და ეს სამეული მოდის ისე, რომ წამოიღო მთელი საუკუნე წამოიღო და ფაქტობრივად იტვირთა ის, რასაც ქვია გადარჩენა ქართული ენისა. ისე ვიმეორებ. გადარჩება ქართული ენა, გადარჩება საქართველო. ეს არის თავარი ფორმულა მათი და სწორედ აი ეს თანაც ახლა მივაქციოთ ყურადღება. ილიამ დაიწყო ეს ბრძოლა. შემთხვევით არა, აკაკი წერეთელი ზურგს უმარგებს. აუცილებლია ის პერიოდი, როცა ილია დაუპირისპირდა ძველ თაობას. აკაკი პეტერბურგში ამ დროს იქიდან გზავნის წერილებს. აკაკი და სხვაებიც, მაგრამ აკაკია მთავარი. თავარი აკაკია. ხო, არა, ახლა ამ მარტო ეს სამი იყო, მაგას ხო არ ვამბობ. მაგას არ ვამტკიცებთ, იმიტომ რომ ის თაობა ღირსეული თაობა იყო. ბევრი იყვნენ, მაგრამ ეს სამი მეთაურია. აკაკიმ განმარტა ძალიან კარგად ილიას მნიშვნელობა და ილიას მოსვლა სამობრძანება საქართველოში. აი თელავში შეხვედრაზე, სუფრაზე რომ სადღეგრძელო თქვა, იქ ამბობს, რომ აი როგორც ცისარტ გვალვის პერიოდში ცისარტყელის გამორჩენას ელოდება ხალხი, რომ ეს ნიშანია, ის გამოდარების ნიშანია, ავდრის პერიოდში გამოდარების ნიშანია, ისე გამოჩნდა ჩვენს საზზე ილია ჭავჭავაძე ცისარტყელა გამოდარების ნიშნად. ახალ ბეთლემათო თქვენ ახალი ბეთლემი ხართ, თქვენ ბეთლემია, ილია ჩვენი კარტებს ადარებს ბეთლემს. ნაწილია ღვთისა. იმიტომ რომ ნაწილია. ასე შეაფასა აკაკი წერეთელმა ილიას მოსვლა და ილიას უდგას გვერდით აკაკი. სხვათა შორის ილიაც ასევე უყურებს აკაკის და ჩვენ ამას დავის დროზე ალბათ ჩავიკითხავთ კიდევაც ამ ურთიერთობებზე ცალკე თემაა თამასეგა როგორი იყო პიროვნული ურთიერთობები მათი, როგორც მაგალითი საყოველთაო და სამარადისო. აი ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და შემდეგ უკვე იწყება ხელჩაკიდებული ილია და აკაკი. სხვათა შორის საოცარია აი ეს იმედაშვილია, ამბობს იოსებ იმედაშვილის არის მგონი, რომ თუ კი სადმე იტყოდა ვინმე რომ ილია იყო და ილიამ ლექსი წაიკითხა, აკაკიმ რა თქვა ვიკითხავდნენ, იმიტომ რომ არ კითხულობდნენ აკაკი იყო თუ არა იქ უნდა ყოფილიყო აკაკი სადაც ილია იყო. აბა იყო არ იყო ამ საკითხავი არ არის. ასე ერთად მოდიან. და ამ ძალამ ძალიან შეკრა, ეს შეკრული ძალა მოდის
3 წლის შემდეგ იაკობ გოგებაშვილი. იაკობი ამ დროს კიევშია. როცა სამოღვაწეო ასპარეზზე ილია გამოდის 61 წელს, იაკობი კიევშია ამ დროს. და ჩამოდის 63 წელს იაკობი. ჩამოდის და მან უკვე თავისი უბანი აქვს მას, თავისი სამყარო აქვს. ეს არის სახელმძღვანელოები, ეს არის სკოლა. და თითქოს არსა და ერთგან ამბობს ფაქტობრივად თავიანთ საქმე განაწილებული აქვს. საოცრად იციან. პირველი სიტყვა უნდა თქვას ილიამ, აგაგი უნდა დაუდგეს გვერდით და ის სიტყვა გაამაგროს მისი სიტყვა საქმითა და თავისი სიტყვით და იაკობმა თავისი საქმე უნდა აკეთოს ამათი ხელისუფლება. პრაქტიკულად უფრო იაკობი აკეთებს, პრაქტიკულად. საოცარია, როცა მერე აღმასრულებელი იაკობს როცა ეუბნებიან, მადლობას ეუბნებიან შენი მოღვაწეობის, არაფერი მე არ გამიკეთებიაო. რაც მე გავაკეთე, ეს არის ილიასა და აკაკის დამსახურება. ისინი რო ამ ყოფილიყვენ და არ დგომოდნენ მხარში, მე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ამას ამბობს იაკობი ცოტა მოგვიანებით, რა თქმა უნდა. ხო, იციან თავიანთი შესაძლებლობა ყველა, მაგრამ სამივე მიცის დანარჩენის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა. როცა ჭირდებათ, ხო, აი შენ ეს გააკეთე. და თანაც კიდევ ერთი რა არის ძალიან საინტერესო თემა. ყოველთვის ცდილობენ რომ საზოგადოებას მიაპყრობინონ ყურადღებას მეორისათვის, სხვისთვის, მე კი არა ის. აი ასეთ ფაქტს ყვებიან. გადაწყვიტეს იაკობის საპატივცემულოდ ვახშმის გამართვა. დაიბეჭდა გაზეთში ინფორმაცია, რომ ამადამ დღეს, ამადამ საათზე გაიმართება ვახშამი იაკობის საპატივცემულოდ. იაკობი უგზავნის გაზეთ წერილს. მე გირჩევთ ეს საღამო არ შედგეს, იმიტომ რომ ჩაივლის ჩემს გარეშე ეს საღამო. რატო? ჩემთვის აკეთებთ? ჩემს გარეშე ჩაივლის. რატო? ჯერ პატივი ეცით და მიაგეთ პატივი მყინვარსა და იალბუს და მერე იფიქრეთ პატარ-პატარა სერებზე და გორებზე. ეხლა მყინვარი ილია და იალბუზი აკაკია. მას წერილიც აქვს ერთი იალბუზი ქართული პოეზიისა. სხვაცაა წერილებსა და ამას ამბობს. იმათ მიაქციეთ, იმათ ეცით მეტი პატივი ვიდრე მე. ეხლა ამას ამბობს იაკობი იმათ შესახებ. და სხვათა შორის ამასვე ამბობს ილიაც იაკობის შესახებ. აი ცნობილი გამოთქმა რომ არის. ჩემი და ილიას ღვაწლი რა მოსატანია იმ დიდ ღვაწლთან, რაც იაკობს მიუძღვის საქართველოსა და ქართული ენის წინაშე. თუ ჩვენს ნაწერებს პატივსცემენ, ეს იაკობის დამსახურებაა, იმიტომ რომ იმისი სახელმძღვანელოებით მივიდა ჩვენი ნაწერები ქართველის გულამდე. მადლობა იაკობს ამისთვის და ღირსია იაკობი იმისა, რომ ქართველმა კაცმა სიცოცხლეში ძეგლი დაუდგას. ესე იგი ილიას სიცოცხლეში აკაკი ამბობს ამას იაკობის შესახებ. მათ იციან რომ ისინი ერთმანეთს ამაგრებენ, ისინი ერთმანეთს ერთი გუნდია ეს, ერთი თაობა, ერთი ძალაა და ამ ძალის დაშლა და დაპირისპირება გამოიწვევდა სწორედ საქმის სახდენას. და თანაც ცხოვრების წესს, ურთიერთდამოკიდებულების წესს ამკვიდრებენ საქართველოში. როგორ უნდა ცე პატივი შენ მეორე კაცს, ღირსეულ ადამიანს. თქვაც იგივე შენს მეგობარს, როგორ უნდა ცე პატივი. ეს მარტო იმათთვის ხო რომ მთელ საზოგადოებას, მთელ ქართველ ხალხს ასწავლიან ამას, ამ წესს ასწავლიან რომ ერთმანეთის პატივისცემა მთავარი. არა საკუთარი თავის წარმოჩენა, გამჩვენაობა. არ არის აი ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის ნაღვაწის დაფასება აუცილებელი. ეს იცის იმ ტერმას და იცის იმ არაკეთილ მოსურნებამას სხვათა შორის, ეს ძალიან კარგად იცის. ამიტომ ქართულ საზოგადოებაში ხშირად ასეთი
ჭორის ხშირად ასეთი ხმები ვრცელდება, რომ ილიას აგაგი ძულს აგაგის ილიაზე, აგაგიმ ილიაზე ცუდი თქვა, ილიამ აგაგის ცუდად შეფ. აი ასეთი აზრიალებს, იმიტომ რომ ცნობილი გათი შედაიბატონეს ძალიან ვარიანტი რომ თქვათ, რომ უნდა დააპირისპირონ ერთმანეთთან ეს მოღვაწეები. ყველაზე მეტად საქმის ჩაშლა რითი ხდება? აი ამ დაპირისპირებით. და სწორედ აი ამის საქმის წახდენისთვის ყველაზე უფრო საუკეთესო გზა. და ისევ თვითონ ცდილობენ, რომ აი ამ ტიპის ამგვარი ჭორი, ამგვარი მოარული ხმები რაღაც ისე შეატრიალონ სასიკეთოდ, მაგალითად ასეთი რაღაცა. ეხლა მიდიან აგაგისთან და ეუბნებიან, რომ ეხლა უნდათ უთხრა, შენ უკეთესი პოეტი ხარ ვიდრე ილია. ამით თითქოს უნდათ 100 ამოვნო აგაგის. ეხლა ვერთვლიან, ვერ გათვალეს ის, რომ აგაგის არ შეამოვნებს ასეთი რაღაცეები და უთხრეს, რომ აი შენი ლექსებიო უფრო მსუბუქიაო, უფრო იოლად მოდის გულთან და ასე შემდეგ. ილიასი მძიმეა. ეს შენ უკეთესი პოეტი ხარ, მოკლედ ამის თქმა უნდა. ისევ აჩერებს აგაგ მართალი ხარ შენო, მაგრამ ილიას ლექსებში არის ჭუით დამძიმებული სინაზე, აი ის უნდა დაინახო. ის ნაზია, მაგრამ თუ შენ მძიმედ გეჩვენება, იმიტომ რომ აზრი მეტია ილიასთან ვიდრე ჩემთან, ამის თქმა უნდა, ფაქტობრივად უთხრა რომ ჩემზე უკეთესია ის, იმიტომ რომ სინაზე იქაც არის, მაგრამ სიბრძნეა და ის გეჩვენება შენ მძიმედ. აი ასეთი რაღაცა როგორც თქვა, ჩააწყვეტინა სიტყვა. აი ასეთი დამოკიდებულებები, ასეთი რამ ხდება და აი ამ დროს როგორც გითხარით, გამოჩნდა ისევ იაკობ გოგებაშვილზე რომ დაუბრუნდეთ იაკობის და ახლა იწყება რა. ილიამ და აკაკიმ მოახერხეს ის, რომ აი ეს ბრძოლა მოიგეს, მამათა და შვილთა ბრძოლის პირველი ეტაპი. 60-61 წლებია, 61 წელი. პირველი ეტაპი მოიგეს, ეს ილია მოიგო, აკაკისა და ახალი თაობის კირილ ორთქიფანს თანადგომით და მერე მოდის იაკობი. იაკობი მოდის უკვე მოგებული ბრძოლის ველზე. პირველი ომი გადამთავრებულა ჯერ, მაგრამ ბრძოლაა მოგებული პირველი ბრძოლა. და საოცარი რაღაცა ხდება, 63-ში ჩამოდის და 65-ში უკვე წერს პირველ სახელმძღვანელოს. მონახა თავისი საქმე. მიადგა სკოლას. ეხლა ეს სახელმძღვანელო ეს ჯერ არ არის დედაენა, ეს არის პირველი საკითხავი წიგნი, მერე საკითხავ წიგნად გამოსცა ეს ისა. მაგრამ აქებენ მას, იმიტომ რომ ამ დროს არის ძალიან ბევრი 10-მდე წიგნია საკითხავი. ჩვენ შეიძლება მოგვიხდეს საანბანე წიგნების სტრუქტურაზე, წიგნების აგების პრინციპზე, რას ებრძოდა იაკობი, რას დაუპირისპირდა, როგორ თავისი პრინციპებით, მაგრამ ფაქტია, რომ იაკობმა შეთავაზება გაუკეთა ქართულ საზოგადოებას. აი მე დავწერე ახლა, რომელსაც ძალიან აქებენ სხვადასხვის იმ წიგნს, დედაენამდე. დედაენაზე აღარ არის ლაპარაკი. და ეს დიმიტრი ყიფიანი დედაენას შეხვდა. დედაენაზე საუბრობს? არა, დედაენაზე საუბრობს. დიმიტრი ყიფიანი იმ პერიოდში იყო ექსპერტი, ასე ვთქვათ, დღევანდელი სიტყვით, რომ ექსპერტი იყო სახელმძღვანელოების ამერიკაში. თუ ვინმე ვიცოდა ქართული, იცის დიმიტრი ყიფიანმა. დიმიტრი ყიფიანს ჩვენი დროის ენის მცოდნე, ასე იცნობდნენ ჩვეულებრივად, ასე აფასებენ მას და საშინელი რეცენზიები დაუწერა იმ სახელმძღვანელოებს, აი კრესელიძემ თარგმნა საანბანე წიგნი რუსულიდან ბავშვის მოკეთე და რაღაც ასეთი რაღაცები. მაგრამ როცა იაკობის წიგნი გამოვიდა დედაენა აღფრთოვანებული შეხვდა. აი ეს არის სახელმძღვანელო და ეხლა რას მინდა მივაქციო ყურადღება თვითონ იაკობის პიროვნებას და იაკობის მნიშვნელობას ამ რას ნიშნა 25 წლის აწერს საანბანე სახელმძღვანელოს და მას. 25 წლის ყმაწვილი
ახალგაზრდა ყმაწვილი შეიძლება ერთხელ 24 წლისა ილიამის თემა ესენი განსხვავებული ხალხია, ესე ვთქვათ, მათთვის ასაკობრივ ასაკი უკვე გადამწყვეტი არ არის, თავარია ისინი რას აკეთებენ და ამას რატო გავხაზავ? ცნობილი ამბავია, რომ ტოლსტოიმ დაწერა საანბანე წიგნი. ეხლა ტოლსტოი გენიოსია. საანბანე წიგნი დაწერა აზბუკა მაშინ იმ დროს, როცა უკვე დაწერილი ის იყო ავტორი ომი და მშვიდობისა და ანა კარენინას. ამთავრებდა მაშინ ანა კარენინას. და აღარ იცის აქტოვანებული არის თვითონ აღტაცებულია ამითიო ამ საანბანე წიგნით ძეგლი დავიდგიო. ომი და მშვიდობის ავტორი და ანა კარენინას ავტორი ამბობს, რომ საანბანე წიგნით დავიდგი ძეგლიო. ეს რას მიანიშნებს, რომ საანბანე წიგს რა მნიშვნელობა აქვს ერისა და ენისთვის. ეს იცის ტოლსტოი, გენიოსია ტოლსტოი. ამას იმიტომ გახაზა, რომ აი 25 წლის ბიჭი აკეთებს ამას. იაკობზეა საუბარი. და იაკობი შემოდის როგორც სიახლის მომტანი, აი ამ სფეროში. მაგრამ ნუ მერე მოდის ეს არის 20. პირველივე საანბანე წიგნს როცა გამოსცემს იაკობი, ის ამოღებული ასოები არში აქვს? არა. ილიას პრინციპი ხაზგასმულად უნდა ვთქვა. პირველი ბრძოლა მოიგო ილიამ, ამ მოედანზე შემოდის და აქ შემოაქვს წიგნი. ასე რომ ილიას მოგებული ბრძოლით და ილიას პრინციპებით ის ადგენს სახელმძღვანელოს. ეს სახელმძღვანელოში არ შეაქვს მას ის ასოები, რომელიც ამოიღო ილიამ რეფორმის ძალით. ეს უნდა გაიხაზოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ისი ამ ხაზის გამგზელებელია, თავისთავად ცხადია. და არის ერთი ძალიან საინტერესო თამაში, დღეს შეიძლება ჩვენ ამაზე ვისაუბროთ და შეიძლება დედაენა რომ დაარქვა წიგნს, აი ამ მნიშვნელობაზე მინდა ვისაუბროთ თვითონ. იქამდე რამდენიმე გამოცემა ეს საანბანე გამოვიდა. საანბანე ბევრი იყო იქამდე თამას, რამდენიმე წიგნი. არა, იაკობისას ვამბობ. არა, იაკობისას ის პირველი საანბანე წიგნი 60 ის რამდენი 3 თუ 4 გამოცემა არის. ხო, აი ამას ვამბობ. ამის მერე გამოდის დედაენა. 68 წელს ბუნების კარი გამოსცა. ხო, მაგრამ ეს არ არის ამბავი. არ არის ეს ხო და აი 76 წელს შემოდის უკვე დედაენა და არქმევს მას დედაენას. მანამდე არის პირველი საკითხავი წიგნი ყრმათათვის და რაღაც ამ დაგვარისხვა და არის კიდევ სხვადასხვა სახელი ქვია სახელმძღვანელოს სხვა და ბავშვის მოკეთე და რაღაც ამ დაგვარის სხვათა სახელმძღვანელოებს. პირველად დაერქვა 76 წელს სიქს დედაენა. ეხლა დედაენა არის წიგნის სახელიც და არის ზოგადი სახელი სალიტერატურო ენისაც. ქართული ენის სინონიმია თავისთავად. საინტერესო ის არის, რომ ეს დედაენა როგორც კომპოზიტი სიტყვა შექმნა თვითონ იაკობმა. აი იმის ანალოგი დედამიწა, დედამდინარე, დედაქალაქი, დედააზრი, აი ეს სიტყვები არსებობს ქართულში და იქმნება ამის ანალოგიით დედაენა. დედათითი გავიგე დღეს პირველად. დედათითი ცერს თავარი თითი. თავარი დღეს გავიგე ამ ხნის კაცმა პირველად. საინტერესო. ეს მაგასაც ვიტყვი ცოტა ქვევით აი ილიასეულ განმარტებას. ეხლა მანამდე დედაენა სიტყვა ფაქტობრივად ხმარებაში არ იყო. ილიასთან არის სამშობლო ენა, მშობელი ენა, ქართული ენა და ასე შემდეგ. საგანგებოდ გადავიკითხეთ ამას. ილიასა და აკაკის პუბლიცისტური წერილები იაკობისაც 76 წლამდე. ქართული ენის შესახებ თუ კი რამე დაუწერიათ, რომ დედაენა მაინტერესებს ეს. ეს სიტყვა ნახმარი არა აქვს არც ილიას, არც აკაკის. 76 შემდეგ ძირითადად ერთიც და მეორეც ამ სიტყვას ხმარობს უკვე ქართული ენის სინონიმად. ეს ამის წყალობაა, იაკობის წყალობაა. ეხლა საინტერესო რა არის იცი?
ამას სხვათა შორის ამ ფაქტს ძალიან საინტერესო დიდი ყურადღება მიაღწია ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა ვინფრიდ ბოედერი იყო ასეთი ქართველოლოგი ძალიან კეთილგანწყობილი ჩვენი კულტურისადმი და ის სწავლობდა საანბანეს სახელმძღვანელოების შესახებ წიგნებს და მის სახელწოდებებს ევროპულ ენებში და საერთოდ მსოფლიო ენებში და როცა გაიგო რომ ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით რაღაც შეხება გქონდა მიმოწერა მაქვს მე მასთან ის გამოვაქვეყნა კიდევაც და რაღაცებს მეკითხებოდა და დასკვნა გააკეთა საოცარი მან ირკვევა რომ დედაენა ამ ტიპის სახელი ევროპულ ენებშიც არსებობს ოღონდ ის ნიშნავს დედის ენა რომელზეც ლაპარაკობს მშობელი დედა ქართველისათვის ეს ასე არ არის ის ამბობს და ეს ჩვენც ვიცით ილიასა აქვერე ამის გამარტება კარგად ქართველისათვის ეს არის მთავარი ენა ძირითადი ენა სალიტერატურო ენა წიგნის ენა იქ ევროპაში პირდაპირ გაგებით არის დედა რა ენაზეც საუბრობს ეს არის დედა ენა ქართულში არის მთავარი ენის გარდა და ილიამ გააკეთა შემდეგ აი დედაენის გამოცემის შემდეგ გააკეთა განმარტება რომ ქართველი ყველაფერ მთავარს ეძახის დედას ეს ქართველის დამოკიდებულება მთავარი მდინარე დედა მდინარე მთავარი ქალაქი დედა ქალაქი მთავარი ბოძი დედა ბოძი მთავარი აზრი დედა აზრი მთავარი ენა დედა ენა ეხლა რა არის ეს მთავარი ენაო თქვა რა მთავარი ხნელი გუთნის დედა მთავარი თითი კაცი წერი მთავარი თითი ამ ცერმა ადამიანად აქცია ადამიანი და ეს არის განსხვავება ძირითადად დიახ და ეხლა რაშია საქმე თამას რა არის რატომ დაჭირდა ეს წიგნის სახელმძღვანელოსთან ერთად ამ ტერმინის შემოტანა და დამკვიდრება საქართველოში იმ პერიოდში განსაკუთრებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარია რუსული იმპერიული ენობრივი და ეროვნული აზროვნება ძალიან ბინძურად მუშაობს და ჩვენს ეთნიკურ კუთხეებს შორის დაპირისპირებასა და შუქს აღვივებს ეუბნება იმ მეგრელს, სვანს, აჭარელს და სხვას თქვენ არ ხართ ქართველები. იმიტომ რომ თქვენ განსხვავებულად ლაპარაკობთ. და ეს მე-19 ცნობილი არის ეს დაპირისპირება ამ თემაზე ზოგი ქართველებმაც დაუკრეს მერე კვერი და ასე შემდეგ და საჭირო იყო მათთვის თქმა და ისა რომ არსებობს ენა რომელიც შენთვის დასავლეთში ხარ თუ აღმოსავლეთში მთაში ხარ თუ ბარში ხარ სამეგრელოში ხარ თუ სვანეთში ხარ შენთვის მთავარი არის ის წიგნის ენა ლოცვის ენა სარწმუნოების ენა და ის ენა რომელზეც უნდა მეორე მოსulis საღვთო ენა დიახ და აი ეს წიგნის ენა, მთავარი ენა, საღვთო ენა, სალიტერატურო ენა. ქრისტეს ენა გამოდის. ეს არის ის, რასაც მე გასწავლი. ამ წიგნიდან გასწავლი. ამიტომ დაერქვა დედაენა. და სწორედ ეს შეაფასა ვინფრიდ ბოედერმა, რომ სწორ დროს საოცრად საჭირო და მნიშვნელოვანი ტერმინი გამოძებნა და შემოიტანა მან, ამით ეს გენიოსი უწოდა. ქართველების მიმართ კეთილგანწყობის გამო კი არა ისამოს რომ ეს იყო გენიოსის გადაწყვეტილება და ნაბიჯი როცა ქმნის ამგვარ სახელმძღვანელოს და არქმევს დედაენას და ამკვიდრებს და დედაენა იყო ქართული იყო დედაენა წიგნის ენა საქართველოს ყველა კუთხის აი წეღაროთქვი შენ აჭარიდან თუ შეტამდე ეს სამეგრელოში სვანეთში სადაც კი ლოცვა ქართულად მიმდინარეობს იქ ქართული იყო შეიძლება ლოცვაც კი არა მაგრამ ხომ გვეუბნები ქისტების რომლებიც ბანკში ცხოვრობენ იმათვისაც ეს დედაენა დედაენა თავარი ენა საქართველოში მთავარი ენა იყო ის და ჩვენ დღეს ეტყობა დედაენის მნიშვნელობაზე საუბარს ვერ ამოვწურავთ
დედავენის მნიშვნელობას. ჩვენ უბრალოდ თქვით ეხლა შემოვიდა გოგებაშვილი, შემოდის თავისი იდეებით, შემოდის თავისი დიდი საქმეებით, ქართული საქმეებით და იწყება ეპოქა გოგებაშვილისა. და მოკლედ შემდეგ გადაცემაში გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. ეხლა დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს და მივენდოთ მათ განსჯას, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, რამდენად სწორად ვისაუბრეთ და რამდენად სწორად დავინახეთ ის, რაც მოხდა ერთხელ საქართველოში, რაც მოხდა. გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.